საღამშვიდობისა პაციენტური მაყურებლები ეთერში გადაცემას საუბარი მოწვავთ. დღეს ჩვენი სტუმრად არის ჩვენი მონატრებული ღვთისმშობლის მიძინების სიონის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოსებ კოხრიანი. მოდი ეს მონატრება სიყვარულით შევსვათ ახლა ჩვენ ტელემაყურებლებს და ხო, პირველ რიგში ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობა. თქვენს გილოცავთ. ტელეკომპანია რიონს ყველას მთელ საქართველოს მთელ საქრისტიანოს ულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და მის შემდგომ დღესასწაულს, რომელიც დღემდე ბრძანდებოდა, რომელიც აწი მომბრძანდება. შეგვეციოს წმინდა მადლი. დიახ. მოდი დავიწყოთ სახარებით. დიახ. ანუ გუშინდელი სახარებით. საკვირაო სახარებით. დიახ. ჩვენ აი აღდგომიდან უკვე მესამე კვირა, სამი კვირა არის გასული და მესამე კვირა არის უბრალოდ, რომელიც მენესაცხებელი დედების კვირად იწოდება. და ეს მსახურებანი ისე ძალიან ლამაზად აქვს თვითონ დედა ეკლესიას დალაგებული რომ აი აღდგომის სიხარულს, აღდგომის დღესასწაულის სიხარული და მსახურება გრძელდება აღდგომიდან მოყოლებული. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომამდე, მობრძანებამდე, მთელი ეს 40 დღის მარხვის პერიოდი, იქ წინ მოსამზადებელი სამი კვირის პერიოდი, მორწმუნე ქრისტიან ადამიანს და მორწმუნე საზოგადოებას ზუსტად იმ აღდგომის დღესასწაულის სიხარულის მისაღებად, მადლის მისაღებად ამზადებდა. გვასწავლიდა თუ როგორ უნდა მივიღოთ ეს აღდგომის მადლი და სიხარული და აღდგომის დღესასწაულის შემდგომაც არ გვტოვებს უფალი თავისი წყალობისა და მადლისა და სიხარულის გარეშე, შეწევნის გარეშე ის რომ ის სიხარული და ის დიდი მადლი რომელიც აღდგომას თან ახლავს და რომელიც ყველა ქრისტიანზე გარდამოდის უფლის წყალობით გვასწავლის და გვეუბნება რომ როგორ შეიძლება მისი მოხვეჭა და მიღება და რომ მივიღებთ შემდგომ ვიცოდეთ, ვისწავლოთ მისი შენარჩუნება. აი მაგალითად ეს გამოიხატება, აი აღდგომის დღესასწაულის მსახურებანი, რომელიც გრძელდება აღდგომიდან მოყოლებული, ეს გამოიხატება მაგალითად მთელი რიგი საკითხავებში, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან არის იგივე დაკავშირებული. ეს გამოიხატება ღვთისმსახურებაში, ეს გამოიხატება თვითონ საეკლესიო მსახურებებში, საკითხავებში, განსხვავებული საკითხავებია მთელი წლის მსახურებები და მთელი წლის აი ციკლიდან განსხვავებით არის განსხვავებული მსახურებანი, როგორც აღდგომის პერიოდში იყო ეს განსხვავებული მსახურებანი აბსოლუტურად, რომელიც მთელი წლის განმავლობაში არასდროს არ ტარდება, მეტი წილი ესევე არის ეს და ძალიან ულამაზესი და მადლიანი მსახურებანი ბრძანდება და აი ჩვენ ამითინ უფალი გვეუბნება და გვასწავლის რომ მე თქვენთანა ვარ უკუნითი უკუნისამდე და ეს ასევე არამხოლოდ მსახურებებში გამოიხატება აღდგომის სიხარული და ეს ღვთის დიდი სიყვარული და მადლი არამედ გამოიხატება აი მაგალითად თუ გინდ თქვათ ჩვენ მაგალითად სულთმოფენობის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომამდე მუხლს არ ვიდრიკავთ. არ ვიდრიკავთ იმის ნიშნად, რომ რის ნიშნად არ ვიდრიკავთ, რომ ესეთი განმარტება აქვს, მოკლე, მაგრამ ძალიან ლაკონური და კარგი, რომ ჩვენთან არის ღმერთი, ჭეშმარიტად არის და იყოს და ამის ნიშნად ჩვენ არ ვიდრიკავთ მუხლს, ვხარობთ და დღესასწაულობთ, აი უფალთან ერთად, მის მკვდრეთით აღდგომასთან ერთად. და აი ამ სიხარულისა და მადლისა და სიყვარულის თანაზიარნი ვართ და ამის ღირსი თვითონ უფალმა გავხადა თითოეული ჩვენთაგანი და დედამიწის ზურგზე მაცხოვრები ყოველი ადამიანი მორწმუნეც და რა თქმა უნდა ურწმუნოც და არამართმადიდებელიც იმის გამო რომ მორწმუნე უფრო მეტად მის წმენაში და სიყვარულში გამტკიცდეს და ურწმუნო რომ მორწმუნე გახდეს და ღვთის ერთგული მოწაფე და ღვთის ჯულით მაცხოვრებელი რაც შეეხება კიდევ იმ გარემოებას მაგალითად ზოგჯერ ადამიანს აი ამ პერიოდში უჩნდება მორწმუნე ადამიანს იმის სურვილი რომ მაგალითად თუ კი მუხლის მოდრეკა არ შეიძლება რომ აი მინდა რომ სურვილი ჩნდება იმისა რომ მუხლი მოვიდრიკოთ უფლის წინაშე აი სინანულით აი მინდა რომ უფლის წინაშე მუხლის დრეკა ხომ სინანულის გამოხატულებაა იგივე ღვთის წინაშე და თაყვანისცემა მისი და ამიტომ ეს თუკი აი ამ სიყვარულიდან გამომდინარეა ეს რა თქმა უნდა უფლის წინაშე იწირება მაგრამ თუკი
ადამიანი აი ხანგრძლივი მსახურებებიდან გამომდინარე იღლება და ამას დაღლობიდან გამომდინარე იძრიკავს მუხს, ეს რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ამ საკითხებთან მიმართებაში. აი დღევანდელ დღეს რაც შეეხება მაგალითად ბრძანდება წმინდა მელისაცხვებელი დედათა ხსენება და ამავე დროს ბრძანდება წმინდა 70-თაგანი მოციქულები, წმინდა იოსებ არიმათიელის და წმინდა ნიკოდიმოსის ხსენების დღე და მათ შორის ჩვენი უსაყვარლესი წმინდა მეფის თამარ კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღე. მაგალითად წმინდა 70-თაგანი მოციქულები, წმინდა იოსებ არიმათიელი და ნიკოდიმოსი წმინდა წერილი ჩვენ ესე გვამცნობს, რომ უფლის საიდუმლო მოწაფენი ბრძანდებოდნენ. ურიების შიშის გამო ისინი მაშინ აი იმ პერიოდში, ასე რომ ვთქვათ, აშკარად ვერ ემსახურებოდნენ და ვერ თაყვანისცემდნენ და ვერ აღიარებდნენ უფლის მოწაფე, რომ ისინი უფლის მიმდევრები და უფლის თაყვანისცემლები ბრძანდებოდნენ. მაგრამ აქ ნიშანდობლივი ერთი გარემოება, რომ მაგალითად იოსებ არიმათიელი, რომლებიც ნიკოდიმოსიც იმ დროინდელი სინედრიონის წევრები ბრძანდებოდნენ, აი მაშინ რომის იმპერიის კოლონიაში, ასე რომ ვთქვათ, კოლონიად ითვლებოდა მთელი იუდეა, მთელი იერუსალიმი და მათ დაპყრობილ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, მათი მმართველობა იყო, ასე რომ ვთქვათ, გაბატონებული და სინედრიონი იმ დროს ძველი ებრაული ასე რომ ვთქვათ, მმართველობის ერთ-ერთი ფორმა იყო მთელს იერუსალიმში, იუდეაში და მათ ჰქონდათ, ასე რომ ვთქვათ, არა მხოლოდ ზნეობრივი კუთხით მსურველობა თავიანთ ერზე, არამედ პოლიტიკური ნიშნითაც და პოლიტიკური ნიშნით რაღაცა ისეთი, ასე რომ ვთქვათ, საზომი და დონით არა, როგორც ზნეობრივი კუთხით ჰქონდათ ამისი ძალაუფლება მათ. თუმცა მაცხოვრის ჯვარცმა და ჯვარზე სიკვდილი პონტუელ პილატეს აი იძულებით მიაღებიეს, აი ამ პოლიტიკური ნიშნით მიაღებიეს, იძულებით მიაღებიეს. ანუ ამის გავლენა ჰქონდათ მათ, ძალაუფლება ჰქონდათ ძალიან მძლავრი. ამ ყველაფერში ჩვენ წმინდა წერილი ესე გვამცნობს და გვეუბნება, რომ ამ ორმა ძალიან, ესე რომ ვთქვათ, წმინდა ადამიანებმა აი ამ მღვდელმთავრების, იქ სინედრიონის წევრების და უღმერთო ხალხის, ასე რომ ვთქვათ, გადაწყვეტილებაში იმაში, რომ ქრისტე ღმერთი უნდა დაესაჯათ და ჯვარზე მოეკვდინებათ, უნდა მოეკლათ, მათმა მონაწილეობა არ მიიღესო და მეტიც წმინდა ნიკოდიმოსმა სინედრიონს მაშინ უთხრა, რომ როგორ შეიძლება ჯერ ესეთი მართალი ადამიანის განშა და შემდგომ რომ არ გამოიკითხავთ, რომ არ მიცემთ საუბრის უფლებას და საშუალებას. ჩვენ ვიცითო, ესო ვინც არისო, ესო დამნაშავე არისო და შენ თვითონ მიდი და შენ თვითონ შეეკითხე რაც გინდაო. ჩვენ უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ჯავრიდო მას გამოუტანოთ, ანუ სიკვდილით ავსაჯოთო. მაგალითად ნიკოდიმოსი და წმინდა იოსებზე ნათქვამია, რომ რადგანაც დღისით ვერ მიდიოდნენ უფალთან და აშკარად ვერ ჩნდებოდნენ საზოგადოებრივ ხალხში და იმ დროიდან საზოგადოებაში, ხამით დადიოდნენ უფალთან თვითონ იესო ქრისტესთან და აი ეკითხებოდნენ სარწმუნოების საკითხებთან მიმართებაში და ძალიან დიდი სიყვარული და რწმენა ჰქონდათ მისი უფლის ორთავეს. საუბარი არის იმაზე, რომ როდესაც უფალი ჯვარს აცვეს და ჯვარზე მოაკვდინეს, ჩვენ წმინდა წერილი გვამცნობს იმას, რომ იოსებ არიმათიელმა თავისი სამარხეო დაუთმო უფალს, რომელშიდაც ჯერ კიდევ არავინ არ იყო განსვენებული. ანუ კერძოდ რაზე არის საუბარი? საუბარი არის იმ გარემოებაზე, რომ მაგალითად ძველად და იუდეაში განსაკუთრებულად და იერუსალიმში და მის შემორაგენში ადამიანებს როგორც ჩვენ მიწას მივაბარებთ, ანუ ვმარხავთ და მიწას ვაყრით, ესეთი სახით არ ხდებოდა მათი დაფლა მიცვალებულისა. არამედ მაცხოვარი ჯვრიდან როდესაც გარდამოხსნა, ჯერ ის უნდა ითქვას ყველაზე საშინელი რამ, როგორ მოაკვდინეს ეს ვიცით ყველამ, რომ ჯვარცმამდე მაცხოვარს ძალიან დიდი შეურაცხყოფა, აი ენით გამოუთქმელი შეურაცხყოფა, ენით გამოუთქმელი ტანჯვა და წამება მიაყენეს, სხვადასხვა მის გვერდში ჯვარცმული ავაზაკები, რომელიც უფლის გვერდში იყვნენ, ესე იგი მაცხოვარი ჯვარცმამდე
გაამათრახეს. და ეს არ იყო ამას ეკლესიის მამები გეუბნებიან, ეს არ იყო უბრალო მათრახე, ასე რომ ვთქვათ, რაღაც ესეთი ჩვეულებრივი გამათრახება არ იყო. ეს იყო ესეთი უსაშინელი, თვითონ ეს მათრახის საშინელი წამების იარაღი ისეთი ფორმის იყო, ისეთი დიახ, ესეთი ტყვიების შემცველი მისი თვითონ პირუტ საქონლის ზარღვებისგან დამზადებული ბოლოები დიახ თუ რომ ბრძანდეთ აი ტყვიების რგოლებით და იმით რომ თავდება კაუჭებით ხო ჩასობოდა დიახ და უფრო მეტი ანჯვა წამება დიახ მოეგლიჯა და დავიცი აი სისხლი ედინა და ეწამები ადამიანი ეს მათრახი ხო მოხდებოდა და შემოხვოდა ეგ ის მე ჩაესობოდა ბოლოში და მე მოკაჭავდა დიახ აი რაც მოყობოდა ყველაფერს აგლიჯი და შეგნებულად აკეთებდა რა თქმა უნდა და საერთოდ რომაელი ჯარისკაცები იყვნენ თავიანთი სისასტიკით განთქმული თელ წუთისობილში იმ დროს და ადამიანის წამებაში და ტანჯვაში და მოკვდინებაში და მაცხოვარს აი ეს უსაშინელესი ტანჯვა წამება მიაყენეს და მათ ამ ავაზაკებს ამაზე ავაზაკებს ეს არ გამათრახებულნი არ ყოფილან ისინი პირდაპირ მიამშვალეს ჯვარს ანუ პირდაპირ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი ჯვარცმა და რატომ ყოფი ამ ყოველივეს იმიტომ რომ ესე იგი ჯვარცმის დღეს როდესაც ჯვარს ასვეს უფალი ჯერ ესეთი სასტიკა და ნაგვემი შეურაცხყოფილი ნალანძღი ნაგინები ნანერწყვი ეკლის გვირგვინით თალზე დადგმული შეფურთხებული ხო გვეუხერხულება დიახ და ეს განძარცული სამოსლისგან შიშველი ეკლის გვირგვინი დიახ ესე იგი არ ვიცი აი ამას თქმაც კი წარმოუდგენელია როგორ ის იყო ეკლის გვირგვინი დაადგე და კიდე ბამბუკის ჯოხი ურტყეს რომ ჩასობოდა დიახ და უფრო მეტი ტანჯვა რომ განეცადა, უფრო მეტი ტკივილი რომ განეცადა. ის კი არა აკმარეს რომ ჩაესო. არა, მე მაგრად რომ უფრო მეტი ტკივილი რომ განეცადა და უფრო მეტად რომ ტკენოდა, აი ამის გულისათვის ეს საშინელი რამ და ამიტომ და ყველაზე კიდევ საშინელება ის იყო რომ მაცხოვარი ამ ჯვარცმულებთან განსხვავებით მე-6 ჟამი იყო ჯვარსომაცვეს მაცხოვარი პარასკევდღეს მე-6 ჟამი იყო და სულ რამოდენიმე საათში გარდაიცვალა და გარდაიცვალა იმის გამო რომ აი ესეთი სასტიკად ნაგვემი რომ იყო. და ნატანჯი რომ იყო და თან კიდევ ის იყო ყველაზე მეტი საშინელება რომ ჯვარცმული ჯვარზე ხელებ გართხმული და მილურსმული ადამიანი და ამავე დროს ფეხებით ესე იგი უჭირდა სუნთქვა იმისათვის რომ ჰაერი ჩაესუნთქათ ხო ამისათვის ძალა იყო საჭირო რომ ფეხი დაედგა რამესე წამოწეულიყო და ჩაესუნთქა ანუ ფილტვები გახსნოდა და ჰაერი მიიღო ხო და ამის საშუალება საერთოდ არ ქონია უფალს არ ქონია უფალს და ამიტომ მისი სწრაფ გარდაცვალება გამოიწვია ძალიან მისმა უსაშინელესმა ტანჯვამ მოუძლურებამ და გვემა როდესაც მაცხოვარმა ანუ ესე იგი ჯვარზე განუტევა სული იოსებ არიმათიელი სხვადასხვა იქ უნდა აღინიშნოს რომ დედა ღვთისმშობლის და წმინდა მელისაცხებელი დედების გარდა იქ ნახსენებია მარიამ, სალომე, სხვა მარიამ, იონე მოციქული და მახარებელი, რა თქმა უნდა, სხვა მოციქულების გარდა იონე მოციქული და მახარებელი, სხვა მარიამს, როდესაც ჩვენ წმინდა წერილი გვეუბნება, იქ ხო წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი, მაგალითად პირდაპირ ბრძანებს, რომ აი სხვა მარიამში ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ დედა ღვთისმშობელიო. დედა ღვთისმშობელი ბრძანდებოდაო და ამიტომ და თავისთავად როგორ შენიო წაიყვანა როგორ შეიძლება რომ იქ არ ყოფილიყო წარმოუდგენელი ქრისტე ხო ეუბნება დიახ რა თქმა უნდა მახარებელს ხომ ეუბნება რომ აჰა დედა შენი აჰა ძე შენი დასტური იმისა რომ იქ იყო იქ ბრძანდებოდა დიახ და ამ ყოველივეს ესწრებოდნენ თვითონ ხო ამ ყოველივეს განიცდიდნენ მის ძესთან ერთად და მის ღვთაებრივ მოძღვართან ერთად აი წმინდა დედა ღვთისმშობელი და წმინდა მელისაცხებელი დედები და იონე მოციქული და მახარებელი და როდესაც უმალო ჯვარზე განუტევა სული, მაშინ ესე იგი იოსებ არიმათიელი, რომელიც წარმოშობით იყო არიმათიიდან, ეს სოფელი იერუსალიმთან, იუდეასთან ბრძანდებოდა 2 საათის სავალზე. ესე ამბობენ მამები, 2 საათის სავალზე. წარმოშობი და იქიდან იყო. მან შევიდაო
წმინდა წერილი გვეუბნება და იკადრა შევიდა პილატესთან, პონტუელ პილატესთან და თხოვა რომ გამოითხოვა უფლის წმინდა სხეული, უფლის წმინდა გვამი რომ შესაბამისი დაეფლა, ანუ დაეკრძალა და შესაბამისი პატევი მიეგო მისთვის, მისი ღვთაებრივი მოძღვრისთვის. შესაბამისად იოსებ არიმათელი და ერთად მცანდებოდა წმინდა ნიკოდიმოსიც. წმინდა ნიკოდიმოსმაო ესე იგი ქონდა ნელსაცხებელი დამზადებული დაახლოებით 30 კილოგრამისო 30 კილოგრამისო ესე არის მოხსენიებული ნათქვამი მამების მიერ და გარდა მოხსნეს ესე იგი მიცვალებული შეახვია სახოვებში და შემდგომ დიდ ტილოში სუდარაში წარგრაგნეს და წმინდა იოსებ არიმათელმა თავის სამარხი დაუთმო და დაკრძალა თავის სამარხში. ახლა კერძოდ როგორ ხდებოდა ეს დაკრძალვის პროცესი? მაგალითად თვითონ ქალაქში მცხოვრებ ასე რომ ვთქვათ, დიდგვაროვან ადამიანს, შეძლებულ ოჯახის შვილს, დიდარ ადამიანს სამარხები ჰქონდათ, სამარხებს აწყობდნენ ხოლმე თავიანთ ბაღში, ანუ თავიანთ ეზოებში. შესაბამისად, წმინდა იოსებ არიმათელსაც, როგორც ამას ამბობენ წმინდა ეკლესიის მამები, რომ შეძლებული ოჯახის შვილი იყო, თავის სამარხი მოწყობილი ჰქონდა თავის ბაღის ეზოში. ანუ თავის ეზოში. აი ზუსტად ეს სამარხი დაუთმო მან მაცხოვარს. ხოლო ღარიბი ფენა, რომელსაც ასე რომ ვთქვათ, არ ჰქონდათ ისეთი შესაძლებლობა, როგორც აი ამ დიდრებს და მაღალ გვარის ადამიანებს, ქალაქ გარეთ ჰქონდა სამარხები თავიანთი მიცვალებულებისთვის და იქ იგრძალებოდნენ და იქ გრძალებდნენ თავიანთ მიცვალებულებს. თავიანთი სამარხები ჰქონდათო, აი მაგალითად საგვარეულოს მიხედვით მოწყობილი. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო აბსოლუტურად ის სამარხი, რომელშიც არავინ არ იყო გასვენებული, ახალი სამარხი, წმინდა წერილი ჩვენ ამას გვეუბნება, გარდა მოხსნის შეახვევენ სახოვებში, ტილოში, ნელსაცხებელს ცხებენ, სხვათა შორის ნელსაცხებელის ცხებამდეო, ნელსაცხებელის ცხეს წმინდა იოსებ არიმათელმა და ნიკოდიმოსმა და მაგალითად ბალზამირებასაც უკეთებენ, მიცვალებულს უკეთებდნენ იმ ხარეში გარდაცვალ ადამიანს, მაგრამ მაცხოვრების შემთხვევაში ეს ვერ მოასწრეს. ანუ ბალზამირება გარკვეული დროის განმავლობაში ადამიანს იცავდა გაღწნისაგან და რაღაცა პერიოდი მას ანუ განუხრწნილ მდგომარეობაში იყო. მაცხოვრების შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა და ამიტომ ჩქარობდნენ მის დაფლას. აქ ნიშანდობლივი ერთი ფაქტი, მეტად მნიშვნელოვანი არის მამო, რომ სხვათა შორის რომაელებს ძალიან ძულდათ და მათ შორის პილატესაც, პონტუელ პილატესაც ძალიან ძულდა თვითონ ებრაელი ხალხი და იუდეველები. რატომ? იმიტომ რომ რომელ ხარესაც, ანუ ქვეყანას ისინი დაიპყრობდნენ და მათი უკვე დაქვემდებარების ქვეშ იყვნენ, არ უყვარდათ ის ხალხი და ესეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ამათთან მიმართებაშიც. მათმა პილატეზე პონტუელ პილატეზე იმაზეც ამბობენ, რომ სახარება გვეუბნება, რომ მისმა ცოლმა უთხრა, ხომ, რომ ეს სიზმარში ძალიან ბევრი ვიტანჯე მის გამო და ამიტომ არაფერი ავნო მას. თუმცა ხალხის და რომის სამართლის და კეისრის შეეშინდა და ამიტომ გამოუტანა მას სიკვდილის განაჩენი. ამის გამო ის კიდევ უფრო მეტად გაბოროტდა სინედრიონზე და მის წევრებზეო. თვითონ იუდეულ ხალხზე. ამას ეს გაუკეთეს. მისი ხელით რომ იძულებული გახადეს რომ მოკლეს. ისე როგორ ზაკრულად ეუნებიან, მამაო. დიახ. ვერიტანდნენ ერთმანეთს ებრაელები და ესენი, ხო და ჩვენო ერთი გვყავსო, მეფეო არა გვყავსო, კეისარია ჩვენი მეფეო და შენ თუ მაგასო. თუ მოყვარი არა ხარ კეისრის, დიახ. მაშინ გიჩივლებ. აქ შეიძლება როგორ მოიქცნენ. ვერაგულად. ძალიან ვერაგულად, ძალიან ზაკრულად, ძალიან ბოროტულად, რა თქმა უნდა. ესე ციცრუე იყო, რაც იმათ თქვეს იქ. მამაო, მე რა მაქვს ისიც აკითხულე. ფილმიც გავაკეთე ამაზე, ქრისტიანთა რწმენი და იქა მოყვანილია მაგალითები იმ დროის ისტორიკოსების ვინ შეესწრო, უყურა, როგორ რა მოხდა, აქ მარტო ესე გადმოცემა, მაგრამ მივიდნენ და იდგნენ იქ და ყველაფერი ნახეს, როგორ რა მოხდა. და პილატეს იქ არის ასეთი რაღაც, რომ პილატეს უთქვამს, დამართლაცო თუ ისო აღსდგება და ღვთისშვილიაო, მეო ფული მიჭრებოდა. დიახ. პილატეს სახელზე და ის უნდა გამოსახულიყო. და მას უთქვამს, მაშინ ფული როგორ მოიჭრება, უქროსმა და მე იმაზეო ჩემს სახელს არ აღბეჭდაო და მართლაც ასე არის. დიახ. არ არის აღბეჭდილი. დიახ.
აი ეს მტკიცებულება იო ჭეშმარიტად აღსდგაუფალ და ამისი აღვარება მტკიცებულება არის რა თქმა უნდა ისტორიული მტკიცებულება ფაქტი ძალიან აღვარება ისტორიული იმ დროინდელი მოყვანილია იმ დროინდელი ისტორიკოსების იგი ვინც შეესწრო და ნამდვილად იხილეს რა თქმა უნდა ნამდვილად და აი მაგის ჩვენ აი მაგამდე მივიდეთ მამაო იქ ყველაზე მეტი კლასიკური მაგალითი იქ თვითონ რომაელი ჯარისკაცები რომელიც იქ ცველები იყვნენ თვითონ სამარხის მინდა დაუბრუნდე აი იმ გარემოებას რაზე ჩვენ ახლა საუბრობდით რომ და როდესაც დაფლეს მაცხოვარი თან საოცარი არის რომ თვითონ მღვდელმთავრები კაიფა და ესე იგი სინედრიონის წევრები ეუბნებიან რომ ცველებს დაუყენებთ იმიტომ მანო თქვაო რომ ესე იგი უფალზე ამბობენ რომ თქვაო რომ მესამე დღეს აღდგებიო და პილატეს ეუბნებიან რომ არ მოვიდნენ მისი მოწაფებიო მოდიო რა ცველებს დაუყენოთო და ლოდიც მიოგოროთო და თქვენ ყავთო სინედრიონს ყავდა თავისი ჯარი საეკლესიო ჯარი მაშინ საეკლესიო ჯარი რომელსაც ის რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევებში იყენებდა ძალიან მძლავრათაც და ამიტომ თქვენ თვითონ დაუყენეთო და მართლაც დაუყენეს ეს ცველები დაუყენეს დიდი ლოდი მიაგორეს რომელიც 2-3 კაცს მისი გადაგორება ფიზიკურად შეუძლებელი იყო ვერ შეძლებდნო და ეს დაბეჭდეს საფლავი და ასე შემდეგ ამას გასვლა ჩვენ წმინდა წერილი საოცარი არის ის გარემოება რომ აი მაგალითად მათე მახარებელი მარკოს მახარებელი მოციქული და მახარებელი ლუკა მოციქული და მახარებელი როდესაც იწყებს აი საუბარს მაცხოვრის აი მაგალითად კუთრეთით აღმდგარ უკვე მაცხოვრის საკითხავთან დაკავშირებით ის საოცარი არის ძალიან საოცარი არის საოცარი გადმოცემული აი მაგალითად მარკოს მახარებელი ამბობს დანიად ერთ შაბათისა ლუკა მახარებელი ამბობს ესა რა ქვია რომ დილა ადრიან მელისაცხებელი დედა მარიამ მაგდალენა მარიამ კლეოპამ და სხვა მარიამ მივიდნენ რათა ესე იგი ნელსაცხებელის ცხონმას და განთიათ ერთ შაბათისასა ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანი იფიქროს რომ რა ესენი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან ასე რომ საუბრობენ არამც არავითარ შემთხვევაში სხვათა შორის ესე იგი დილის აღნიშვნა ესე იგი ახალი დღის დასაწყის იუდეველები იწყებენ ღამის 8 საათის ღამის 8 საათის დამთავრების შემდგომ. ანუ ახალი დღედ თვლიან. აი ამას. და ამიტომ როდესაც მივიდნენ წმინდა მელისაცხებელი დედები ის რომ თავიანთი ღვთაებრივი მოძღვრისთვის პატივი მიეგოთ რამე თუ ამის საშუალება მათ ჯვარცმის დროს არ მიეცათ ამის შესაძლებლობა მიუხედავად იმისა ისინი მაცხოვარს ესე რომ ვთქვათ არ მოშორებიან გადაწყვიტეს რომ ასე იგი ჯვარცმიდან მესამე დღეს კვირა დილა ადრიანად კვირა დღეს რომელიც ერთ შაბათად იწოდებოდა სხვათა შორის კვირა დღეების საფლა მაშინ იყო ხომ იწყებოდა როგორ ორ შაბათი სამ შაბათი ოთხ შაბათი ხუთი შაბათი პარასკევი შაბათი და ერთი შაბათი ანუ ძველი აღთქმაში დაახლოებით ეს მესამე საუკუნის მეორე ნახევრის ბოლომდე ერთ შაბათად მოიხსენიება კვირა დღე და კვირა ბერძნული სიტყვა რომელიც ნიშნავს ვადიდოთ უფალი ღმერთი ჩვენ იგივე კირიელესონ იგივე უფალო შეგვიწყალე და აქედან გამომდინარე დილადრიან მივიდნენ რომ მაცხოვრისთვის პატივი მიეგოთ ნელსაცხებელი ეცხოთ ელოცათ სანთელი დაენთოთ და რომ მივიდნენ საფლავთან მიუხედავად იმისა მათ ადამიანური კუთხით შიშიც ჰქონდათ სინედრიონის წევრების თვითონ ჯარისკაცების თვითონ ამ უღმერთო ადამიანების ჩვენ სახარება ხო იმას გვამცნობს რომ ურიების შიშის გამო ერთ სახლში იყვნენ შეკრებილები ერთ-ერთი მოციქულის სახლში მოციქულები და გარეთაც კი ვერ გამოდიოდნენ აი ადამიანური ბუნებით იმდენად უსუსურები აღმოჩნდნენ ამ ყოველივესთან დაკავშირებით და მაგრამ დედებმა აი ამ ყოველივეს ამ შიშს აი ამათ რისხვას რა მოვიდოდათ რას უზამდნენ თუ იხილავდნენ მაცხოვრის საფლავთან მისულს აბსოლუტურად ხაზე გადაუსვეს ყველაფერს და ყველაფერი დაივიწყენ რატომ მაცხოვრის უერთგულესი უანგარო სიყვარულიდან გამომდინარე ამიტომ მივიდნენ და როდესაც მივიდნენ ანგელოზიო გარდამოხდა ზეცითო
ლოდი მიწა შეიძრავ, ლოდი გარდააგორვა, სხვადასხვის იმ დღეს, როდესაც ანგელოზი ესე გარდამოვიდა, მიწა გადააგორვა ეს ლოდი, მიწა იძრა, მცველებიო როგორც მკვდრები ისე დაეცნენო, უგონოთო, დაეცნენო და რომ შევიდნენ სამარხში, მაცხოვარი უკვე მკვდრეთით იყო აღმდგარი, აღარ დახვდათ ჩიქ. და თვითონ ანგელოზმა ახარა, რომ ჯერ დაამშვიდა ისინი, რომ არ შეშინებოდათ და შემდგომ ახარა, რომ ქრისტე ღმერთი ჭეშმარიტად აღდგა. წადით, უთხარით მის მოწაფეებს, რომ ისინი გალილეაში წავიდნენ და იქ ნახავენ მკვდრეთით აღდგარ მაცხოვარს. ესე იგი, მაცხოვარი აღდგომის შემდგომ პირველ დღეს, მერვე დღეს და 40 დღემდე ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და მის მკვდრეთით აღდგომაში განამტკიცებდა. საოცარი არის ის გარემოება, რომ მაგალითად ვინ იყვნენ ეს მელისაცხებელი დედები? მაგალითად მარია მაგდალენაზე ნათქვამი არის, რომ მაცხოვარმა მისგან 7 ეშმაკი განასხა. ანუ ბოროტის სულისგან განკურნა, განდევნა. და აი ამ განთავისუფლება და აი ამ ღვთაებრივი კურნების შემდგომ ის გახდა მაცხოვრის უერთგულესი მოწაფე. და მიმდევარი, რომელსაც ის არასდროს არ მოშორებია. სხვადასხვის წმინდა წერილი იმას გვეუბნება, რომ როდესაც მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა, პირველად მარია მაგდალენას ეჩვენა. გამოეცხადა. თუმცა იქ მამები ამბობენ, რომ წმინდა წერილიც ამას მიგვანიშნებს, ჩვენ და გვეუბნება, რომ დედა ღვთისმშობელს გამოეცხადა და მელისაცხებელი დედებს გამოეცხადა, რომ ენუგეშებინა მისი დედა, რომელიც ძალიან, ასე რომ ვთქვათ, წუხდა აი ამ მისი შვილის ესეთი უსასტიკესად მოკვდინების გამო და ახარა მისი მკვდრეთით აღდგომა. სხვადასხვის ნიშანდობლივი არის მამაო ის გარემოება, რომ სამყაროში პირველად თვით ქალის მიერ, დედაკაცის მიერ შემოვიდა სიკვდილი. ანუ დედაკაციც თუნდა და შემოვიდა სიკვდილი. დიახ, მეუღლეს ქმარიც აცტუნა, ჩვენი პირველ მშობლებზეა საუბარი, ადამზე და ევაზე და შემდგომ სამყაროში შემოვიდა სიკვდილი დედაკაცის მიერ. და პირველი უფალმა ახარა ქალს, დედაკაცს, აი ეს ღვთაებრივი სიხარული, რომ საუკუნო წყევისა და სიკვდილისგან განთავისუფლებული ხარ ჩემი ჯვარცმით, ვნებითა და სიკვდილით. და აი ეს მარადიული სიხარული მათი მეშვეობით ახარა მოციქულებს და მოციქულების მეშვეობით მთელს კაცობრიობას. ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ მაგალითად თომა მოციქული, რომელიც აი ერთი კვირის წინათ ბრძანდებოდა კვირა ცხოველობა დღესასწაული და თომა მოციქულის ხსენების დღე. თომა მოციქულის სხვა მოციქულებისგან განსხვავებით, აი საოცარ წმენას ავლენს კერძოდ იმ გარემოებასთან დაკავშირებით, როდესაც პირველად უფალმა თავის მოციქულების წინაშე წარსდგა, ანუ დახშულ კარებში გაიარა და შევიდა და მიესალმა, მშვიდობა მიხმადლა მას, მიხბერა და მშვიდობა მიხმადლა მას და აკურთხა, დალოცა და შემდგომ მისი მკვდრეთით აღდგომა, წარსდგა მათ წინაშე და ახარა, თომა მოციქული გაბრძანდებოდა და მერვე დღეს, როდესაც გამოეცხადა, თომა მოციქულმა, ესე იგი, თომა მოციქულმა აღიარა და უკვირდით, მამო, როგორი მნიშვნელოვანია თომა მოციქულმა აღიარა, ესე იგი, რომ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, ანუ შენ ხარ ადამიანის ხორცში განკაცებული მოსული ქრისტე ღმერთი. და ისე ცხوارება, რომ მას ხელი არ დაუდებს. არ დაუდებს, არ შეხებია. ეს რო იძახია, რომ არის ხალხური ის რომ არა, არ შეხებია, არა, განარტებაში არ შეხებია, იმიტომ როგორც კი შეხედავ, იმ წუთში ირწმუნა. მკვდრეთით აღდგომა მაცხოვარი. თუმცა მოციქულთა კატეგორია იყო აი ამ საკითხამდე, მისვლამდე მოციქულთა კატეგორია, რომელიც იოსებ. ეხლა რეკლამის დრო. ხო და შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი. მონოლით დიღომის სიტი მონოლით ჯგუფის ახალი მშენებარე პროექტია დიღომში, ბობ უელშის ქუჩაზე.
კომპლექსის უნიკალური მდებარეობა საშუალებას გააძლევთ იცხოვროთ 5 წუთიან წვდომაზე ყველა აუცილებელ ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან. ოლიმპიური აუზი, ტანვარჯიში არენა, დიღმის ჭალები, თეატრები, სავაჭრო ცენტრები და მოლები და ბევრი სხვა. კომპლექსში ასევე ჯერ კიდევ არის ბინების ფართო არჩევანი ფასისა და ტიპების მიხედვით, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ. თუ დიღომში ბინას ეძებ, მონოლით დიღომის სიტი შენი საუკეთესო არჩევანია. მონოლით ჯგუფი, აქ შენი სახეა. თექვსმეტი მაისი, 19 საათი, განსაკუთრებული საღამო რესტორან გეგუთში. ჯგუფი ალილო ცოცხალი შესრულებით. ქუთაისთან საუკეთესო ადგილი. დაგვირეკეთ 577 775 703 592 100 203 გრძელდება ჩვენი გადაცემა, ჩვენო პატრიოტულ მაყურებლებაში. ამო, გავაგზავნოთ ისევ ჩვენი საუბარი. დიახ. ალბათ. დიახ. ჩვენ შევჩერდით. აი, როცა თომა ეუბნება, რომ უფალი ჩემი და მასხვარი ჩემი. უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. დიახ. ხო, ღმერთი ჩემი. არანაკლებ გაიხარეს მოციქულებმა, როდესაც თომა მოციქულმა ეს სიტყვები წარმოთქვა. მანამდე თუ კი დავაკვირდები ჩვენ არც ერთ მოციქულს არ აქვს გავსი სიტყვები წარმოთქმული, რომელიც თომა მოციქულმა წარმოთქვა. თომა მოციქულმა როგორც კი იხილა, უთხრა უფალმა, რომ თომა, აჰა მოხავ, აჰა იხილე ჩემი ხელები, სადაც სამშვალით მიფჭვალული, ჩემი გვერდი, ჩემი ფეხები, ხო? მოდი დამადე ხელი ნახო, გვერდი გახვრეტილია. იმ წუთში, იმ წამსვე ირწმუნა მისი და ამბობს, რომ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ანუ თომა მოციქულმა აღიარა უფლის ორბუნებრიობა, განკაცებული ქრისტე ღმერთის ორბუნებრიობა, რომ ის არის განცხადებაც ხო არის? რა თქმა უნდა, ის არის ღმერთი, არის ღმერთკაცი, განკაცებული ღმერთკაცი. მამო, ბოდიში, აი სხვა დროს უფალი ყოველთვის სულეთყოდან შეხარ ქრისტე გაჩუმდითო, ჩუმათიყავთ არ თქვათო. სულეუნება და აქ უკვე არეუბნება. არეუბნება. და რა სიტყვებს ეუბნება? შენ გწამს, შენ მიხილე თომა და მიტომ გწამს. და ნეტარ არიან ისინი, რომელსაც არ უხილავ და ვრწმენენ. ესე იგი უფალმა განამტკიცა ის, რომ მე ვარ ეს. მე ვარ ჭეშმარიტად განკაცებული ქრისტე ღმერთი. სხვადასხვის, აი პარალელი მინდა გავაკეთო მაგ თემასთან დაკავშირებით. მაგალითად, ის ჯარისკაცები, რომელიც სამარხის კართან იყვნენ ცვლილებად ადგენილი, ჯერ ეს ერთი წავიდნენ ისინი, რაც მოხდა, მაცხოვარი რომ მკვეთრით აღსდგა, ის საშინელი ძვრა რომ მოხდა, ანგელოზ როზესიდან გარდა მოხდა, ეს ყოველივე იხილეს, წავიდნენ, მივიდნენ მღვდელმთავართან, სინედრიონთან, შეიკრიბნენ და ყველაფერი უამბეს აბსოლუტურად მამოს ზედმი წევნით ისე, რომ რაც მოხდა, დიახ. აბსოლუტურად ყველაფერი. და მათმა, წარმოიდგინეთ, მათმა ანგარებიანმა, ბოროტმა, გულებმა ის რითაც თვითონ იყვნენ შებღალული და რაც სოდვაში და იმყოფებოდნენ, მათაც ურთხილეს, რომ ახლა ჩვენ მოგცემ ძალიან დიდ ვერცხლს და რასაც ჩვენ გეტყვით, ის თქვით ხალხშიც, ის თქვით თვითონ პილატეს წინაშეც, ყველას წინაშეც, რომ თითქოს მოვიდნენ მათი მოწაფეები, თქვენ ჩაგეძინათ და მოიპარეს, ესე იგი მაცხოვრის სხეული და წაიღეს თვითონ. აქ უნდა ითქვას ის, რომ ჯერ ესეთი რომის კანონმდებლობის მიხედვით, თუ კი მათ, რომლებსაც ესე იგი ჯარისკაცებს, რომელსაც დავალებული ჰქონდათ და თავიანთი საქმიანობის შეუსრულებლების გამო, ისინი უნდა დაესაჯათ. მსგავსი რამე არ მომხდარა. კი არ დასჯილან, არამედ პირიქით დააჯილდოვეს ოქრო ვერცხლით. მეორე, როდესაც მათ ამბობენ, რომ თითქოს ჩაგეძინათ, ამის გულისთვისაც უნდა დასჯილიყონ ისინი. აუცილებლად. და შემდგომ წმინდა თეოფანე ბულგარელი ამბობს მამამო, რომ თუ კი მოციქულებმა მოიპარეს მაცხოვრის წმინდა სხეული და კუთრეთით არ აღსდგარა. მაშვინ ვისთვის ეწამნენ, როდესაც ეწამნენ და ვისთვის მოკვდნენ.
სიყალბის გულისთვის 21 საუკუნის მანძილზე რამდენი მოწამეც ყავს უფალს მარტო ჩვენს ულამაზეს საქართველოს ქრისტიანობის გულისთვის ღმერთის სიყვარულის გულისთვის ღმერთის წმენდის გულისთვის თუ კი ის მკვდრეთით არ ამდგარა მაშინ ვისი გულისთვის კვდებოდნენ და კვდებით ქრისტე ღმერთი ჭეშმარიტად აღსდგა დიდება უფალს და კაცთა მოდგმა იხსნა საუკუნო სიკვდილისგან ეშმაკის მონობისგან და ყველანაირი ცოდვისგან და 64 კარები განგვიღო და აღგვითქვა ვინც ჩემი მორწმუნე იქნება და ჩემი წმინდა მცნებით იცხოვრებს აღგითქვათ მარადიულად ჩემთან ერთად სუფევას და ცხოვრებას ჩემს წიაღში თანაზიარობას და რაც შეეხება იმ გარემოებას რაც თქვენ თქვით მამაო უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი რომელიც თომოციქულმა ბრძანა და ნეტარ ხარ შენ თომა რომ აი მიხილე და მითო გწამს მაგრამ ნეტარია ის ვისაც არ უხილავდა რწმენე ანუ თომა მოციქულს კი არ შეუქო უფალმა ეს დამოკიდებულება რწმენა მისდამი რატომ წმინდა გაბრიელ კიკოძე პირდაპირ ამბობს ამას იმერეთის მთავარეპისკოპოსი რომ იმიტომ რომ მას ხილულად უყურებდა და მის გვერდში იყო მთელი ცხოვრება და ემსახურებოდა რომც არ დომოდა ადამიანს რომ უფლის მორწმუნე ყოფილიყო მრავალი მისი ხილის გამო უკვე მორწმუნე ხდებოდა რომ შეხედავდა მის მადლმოსილ ღვთაებრივ სახეს ნეტარ მადლმოსილ სახეს და თომას უთხრა რომ შენზე მეტი აღმატებული წმენა ის არის ვისაც მე არ უხილავარ მაგრამ მე წმენე რომელ წმენაზეა საუბარი აი იმ წმენაზე რომელ წმენასაც ჩვენ ვატარებთ ჩვენ იმ ეპოქაში არ ცხოვრობდით პირველ საუკუნეში ანუ მაცხოვრისთან ერთად თანამცხოვრებნი არ ვიყავით თუმცა ის სულ ჩვენთან არის და სულ ჩვენს ირგვლივ არის ჩვენ ცხოვრებაში არის მაგრამ ხილულად ჩვენ ხომ ის მასთან ერთად ასე რომ ვთქვათ არ გვეცხადება და მამა იოსებ ეგეც რამ ხელა სიყვარული და იმედი აი ღვთის სიტყვები რომ თქვენ რასაც ბრძანებთ ახლა ეს შეეხო გარკვეულწილ ამასა და მე ვიტყვი ამას რომ უფალი როყება იყო კაციო დაიქირავა მუშაკებიო 6 საათზე 9 საათზე 12-ზე 3-ზე და ბოლოსო კიდე დაიქირავა გავიდა და ბოლოს დაიქირავა და რო დაიწყო გადახდა ბოლოდან დაიწყო და იმგესო გული მოვიდა ამგესაც ამას აძლევდა ჩვენც ამასო ესე იგი ეს ყველას გვეხება თელ ქრისტიანობას იმიტომ ღვთის წინაშე ჩვენ შვილები ვართ და არ არის ის ადრე იყო და ის წინ დგას ეს ბოლოში იყო და არ არის აი ზუსტად ეს თქვა უფალმა რომ მე თქვენ ყველა მიყვარხარ და თქვენ ყველა ჩემთვის ერთი ხართ დიახ სხვადასხვა წმინდა დედებმა რომლებმაც უერთგულეს უფალს აი რა გააკეთეს წმინდა დედებმა გააკეთეს ის რაც მოციქულებმა ვერ შეძლეს მამაკაცებმა ვერ შეძლეს ანუ იმ უსაშინელესი ტანჯვის ჟამს ჯვარცმის ჟამს აი ამ უსაშინელესი შეურაცხყოფის დევნილობისა და ტანჯვის ჟამს არ მიატოვეს მაცხოვარი და ეს არის ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი და ეს გვევალება ჩვენს თანამედროვე ქრისტიანებსაც აი ერთგულება ქრისტესი აი მაგალითად აი ისმის კითხვა შეიძლება დასვას ადამიანმა კითხვა აი რატომ უნდა მიყვარდეს უფალი ეკლესიაც რატომ უნდა მიყვარდეს მისი მისტიური სხეული იგივე რატომ უნდა მიყვარდეს უფალი შეიძლება ადამიანმა თქვას რომ იმიტომ რომ ღმერთია იმიტომ რომ მისგან ყოველივე სიკეთე მომდინარეობს და მოველი ყოველგვარ სიკეთეს და ბედნიერებას ეს ჯერ კიდევ არ არის ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანობა ვისაც მსგავსი აზრი და დამოკიდებულება აქვს უფალთან მიმართებაში ანუ იმასაც ვამბობ რომ მე ღმერთის მწამს მაგრამ გდელი და ეკლესიის არ მწამს უფალი უნდა გვიყვარდეს და გვინდოდეს მისთვის რომ მასთან არის აბსოლუტური ჭეშმარიტი სიმართლე რომ მასთან არის სიხარული მარადიული მასთან არის მშვიდობა და ბედნიერება მარადიული და მასთან არის ცხონება და ის არის ჩვენი მაცხოვრებელი ამიტომ იყო მაგალითად ერთ-ერთს გავიხსენე მამაო მომიტევეთ ესე იგი იყო ერთ-ერთი დედა ერთ-ერთი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იყო ერთ-ერთი ღირსი დედა რომელიც მაგალითად პირდაპირ ამბობდა რომ მზად ვარ უფალთან ვიყო და უფალი იყო ჩემთან
და მზად ვარ ჯოჯოხეთში ვიყო და ვიტან დიახ 1000 წელი ვიტანჯოთო და ეს დედა იღუმენია ბრძანდებოდა დღე მონასტერში მსახურობდა მონასტერში ჭირდებოდა მაგრამ ღამით კლდეში კვეთავდა ეკლესიას თავისი ხელით შიშველი ხელებით და ესე იგი არ მიუტოვებია თავისი ასე რომ ვთქვათ ტაძრის გამოკვეთა ეკლესიაში სალამის არ დაასრულა აი ეს არის უსაკველი გულწრფელი სიყვარული უფლისა შემოქმედი ღმერთისა წმინდანებით მოციქულები წმინდა მამები წმინდა დედები აუორება წმინდანები როგორ რატომ კვდებოდნენ უფლის გულისთვის იმიტომ რომ მთელი არსებით უყვარდათ ღმერთი ხომ არის მამაო წარმოიდგინეთ აი მაგალითად წმინდა იობის ცხოვრებაში დიახ დაუკვირდით ხომ არის ლოცვის ფორმები აი მაგალითად ლოცვის ძალიან მრავალი ფორმა არსებობს ხო მაგალითად იობთან მიმართებაში ხომ აბსოლუტურად კანონზომიერება არის დარღვეული რატომ რას ქვია კანონზომიერება დარღვეული აი მაგალითად იმას ქვია რომ იობს ერთ დღეს მოვიდა მისი სახური და ეუბნება რომ შენი საცხოვრისი რაც ქონდა ყველაფერი დაიღუპა ძალიან დიდარი იყო ხო ვიცით მოვიდა მეორე წუთში დაეუბნებიან რომ შენი მეუღლე და შვილები გარდაგეცვა დაიღუპნენ მიუხედავად ამისა ღვთის დიდება და მადლიერება მას არ შეუწყვეტია ადამიანური ბუნებით ეს არის აბსოლუტურად კანონზომიერებას მოწყვეტილი საერთოდ მდგომარეობა მაგრამ ქრისტიანობაში როგორც მამა პაისი ამბობს რომ ერთს მიუმატოთ ერთი ხშირად ორი არ არის არის საკითხები რომლებსაც აი ამ კუთხით ვერ გაიგებ მას ჭირდება დიდი რწმენა და დიდი სიყვარული შემოქმედი ღმერთისა მამა იოსებ აი რამე და ხარასაც თქვენ საუბრობ სიყვარულზე ამას ვამბობ რომ ტაძარი და გლები არ გვიყვარს მაგალითად ვისაც მეფის პატივი აქვს აი და უყვარს მეფე და მისი მსახურიც უყვარს ვისაც უყვარ ხარ თქვენ მამა იოსებ ვისაც უყვარ ვარ მე მას ჩემი ოჯახიც უყვარს და შვილებიც უყვარს და პატივს მიაგებენ აქედან გამომდინარე ხდება ამ სიყვარულის გადაცემა ხო ადამიანს რომელსაც პიროვნება უყვარს მეორე მისი დატოვებული ნივთიც რო ნახოს ხო სიყვარული ჩაიკრავს გულში რომ ეგ მისი ხელში დაკავებული რატო ვარ ჩვენ წმინდანების მიმართ ასე რო ვეფერებით მათ ნივთებს მათი ძვლებს ხო იმიტომ რომ ეს მათი ნაწილი იყო და ჩვენ ეს გვიყვარს აი სიყვარული რა არის და მე რატო ვამბობ ახლა მამა იოსებ ამას ჩვენი დროც იწურება და შაბათს ვიცით ახლა მინდა შევეხო პატრიარქის 40 იყო და რა ასე დამწყდა იცი გული ტაძარში ტაძრები არ იყო სავსე ჯერ როგორ მოუწია შაბათს მოუწია შაბათს რო ყოფილიყო ისედაც უნდა დაგვეყენებია ჩვენ იმიტომ რომ ის იყო პატრიარქი და ტაძარში მრევლი არ იყო მე ხა ასეთ რაღაცას ვიყრი მოდი ღმერთმა ყველა დაიფაროს და ყველა უცოცხლოს თავისიანები მაგრამ მამა რო გარდაიცვალოს დედა გარდაიცვალოს შვილი გარდაიცვალოს მაგარ დაიცვალოს და მისი 40 იყოს შენ მიზეზი გექნება იცი ამცალია მე უნდა წავიდე ახლა იქ და მე ვერ დავესწრები მაგას ყველაფერს გადადებ და დაესწრები აქედა რა ჩანს ის ჩანს რომ შენ სიყვარული მისი არ გაგაჩნდა და არც გაგაჩნია აი თუ ტყუილს ვამბობ და არასწორი ვარ როგორც მოძღვარმა შემისწორეთ იმიტომ რომ მე გული დამწყდა რომ აი დაფასება არ იყო თან შაბათი იყო მამა ესე იგი საუბარი არის იმაზე რომ სხვათა შორის სულიერ მოძღვარსა და მრევლ შორის უნდა იყოს ძალიან მჭიდრო მამაშვილური სიყვარულის ურთიერთობა. უნდა იყოს ურთიერთპატევისცემა, თანადგომა, გვერდში დგომა, ურთიერთგაგება. მე თუ კი რამე, აი მაგალითად რაღაც შემეშლება, რაღაც არასწორი გზით გადაუხვევ, შენ უნდა მოხვიდე ჩემთან. სული, აი მამაშვილობა ამას ნიშნავს. სიყვარულით. მამილობა ამას ნიშნავს. მოფერებით, სიყვარულით, გულით, რომ
მეტყვი, მამაო, იქ არა, აქეთ უნდა წამოხვიდე. ეს ასე არა, აი ასე არის. აი ეს არის მამაშვილური სიყვარული. სხვანაირად სულიერ მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ჭეშმარიტ მამაშვილური ურთიერთობა ვერ დამყარდება. ამას უნდა ეცადოს, ამას რა თქმა უნდა, ამას ერთ წელში, ორ წელში და რაღაც მოკლე მონაკვეთში ეს არ ხდება ასე. ამას დრო ჭირდება, ამას შრომა ჭირდება, ამას ლოცვა ჭირდება, ამას მსახურება ჭირდება. მოძღვარი, რომელიც არ იღლება ღვთის მსახურების ჩატარების ჟამს, ესე ამბობენ მამები, რომ ეს იქიდან გამომდინარეა, რომ მან რაღაც ამით მსახურებას დააკლო. ანუ მთლიანი გულით ვერ იმსახურა. ანუ გაბნეული გონებით იმსახურა, ან ნახევარი გულით იმსახურა, ან რაღაც მოაკლო. მოძღვარი მსახურებაზე აუცილებლად უნდა იღლებოდეს და მაშინ არის ძალიან ბედნიერი. მოძღვარს არ უნდა ჰქონდეს სხვა საშუალება გარდა მსახურებისა, მრევლთან და სულიერ შვილებთან მსახურებისა და ბოლომდე უნდა დაიხარჯოს ამაში. მაგრამ მეორე მსახურება. დღეს მრევლი მოითხოვს, რა თქმა უნდა, ესეც არის და ესეც უნდა იყოს, რომ მოძღვარი ემსახუროს მას და უნდა ბოლომდე დაიხარჯოს და დახარჯოს მოძღვარი მისთვის, მისი სიკეთისათვის. კითხვა ისმის მეორენაირად, რომ დაუკვირდით, იოსებ არიმათიელი, ნიკოდიმოსი, მელესაცხებელი დედები მოწაფეები იყვნენ უფლის. იოსებ არიმათიელი, ნიკოდიმოსი და მარია მაგდალინელი და სხვა დედები იყვნენ პატიმდებული ოჯახებიდან, ანუ შეძლებული ოჯახის შვილები იყვნენ. მათმა მიატოვეს მეუღლეები, შვილები, დედა, მამა, ყველაფერი, საცხოვრისი და გაჰყვნენ უფალს. და ისინი ფიზიკურად ემსახურებოდნენ შემოქმედ ღმერთს, მათ შორის მოციქულებსაც. რა შეაისახებოდა? მათ ჭირდებოდათ ჭამა, მათ ჭირდებოდათ სმა, მათ ჭირდებოდათ ღამის გათევა, მათ ჭირდებოდათ გარეცხვა, მათ ჭირდებოდათ ყოფით ცხოვრებაში, რასაც თითოეული ჩვენგანი ადამიანი, მომაკვდავი ადამიანი ვიქთ, ყოველივე ეს. და ამას აკეთებდა უფლის სულიერი სამწყსო, ანუ მისი სულიერი შვილები. მენელსაცხებელი დედები და მოციქულები. ამიტომ მეტიც გვარდუციო იუდას ჰქონდაო შესაწირავი ყულაბა. რა არის მრევლის ვალდებულება? ჩვენი ვალდებულება, ჩვენ ხომ ვიცით რა არის. ბოლომდე დახარჯვა ღვთის სიყვარულში, მსახურებაში და მრევლის სიყვარულში და მსახურებაში, ერის სიყვარულში და მსახურებაში, დედა ეკლესიის სიყვარულში და მსახურებაში. დიდება უფალს. მაგალითად, გამახსენდა და აუცილებლად უნდა ვთქვა. შეიძლება მწარემოსაცმენი იყოს, მაგრამ უნდა ვთქვა. მაგალითად, რჯულის კანონი პირდაპირ მეუნება, რომ მოძღვარს არ შეიძლება ჰქონდეს აი ეგრეთ წოდებული ბიზნესი, ხო? მაგრამ დღევანდელ დღეს ისე არის გაუკუღმართებული ყველაფერი, რომ ბოროტი სულით ცდილობს და ფიქრობს იმას, რომ მოძღვარი მოწყვიტოს უმთავრეს საზრუნავს, რას? ეკლესიას. მოძღვრის სიძლიერე არის ღვთის მსახურებაში. გესმის? და მრევლთან მუშაობაში, ურთიერთობაში. აი ეს არის დაკარგული ცხოვარის მოძიებაში. ეს არის ჩვენი სიძლიერე. ამისთვისა ვარ ჩვენ სამღვდელო პირებად დადგენილები და მრევლის ვალდებულება რა არის? პავლე მოციქული, მაგალითად პავლე მოციქული თავის ეპისტოლებში ერთ-ერთი ეპისტოლე აქვს ამას დათმობილი, რომ ჩვენ რომ სულიერს გაძლევთ თქვენ რა ხორციელის მოცემა არ უნდა იცოდეთო? პავლე მოციქულს გაუწამეს იმ დროს, მაშინ იყო ესეთი კატეგორია მრევლში, რომლებიც აყვედრიდნენ, რასაც წირავდნენ მერე. იმდროინდნენ ეკლესიას და სასულიერო პირებს. მოციქულებს და მათ მიერ დადგენილ სასულიერო პირებს. და პავლე მოციქული აშკარად ამბობს ეპისტოლეში წერია, რომ თქვენი მოცემული აღარაფერი არ მინდა დამანებეთ თავი და კალათების წნა დაიწყო, რომ ეარსება ფიზიკურად და თავის მიმდევრეს მოწაფეებსაც ასწავლა. ამიტომ, როდესაც ჩვენ მოძღვრისგან მრევლი ითხოვ, რომ ბოლომდე დახარჯვას, შენს სულიერ შენ ვერ მიცე მოძღვარს, იმიტომ მაგ სულიერების დონეზე შენ არ ახარ. სულიერს მოძღვარი გაძლევს ღვთისმადლით. შენ ფიზიკურად უნდა ეცადო შეეწიო რაც შეგიძლია. უანგაროდ, როგორათაც ამას ემსახურებდნენ წმინდა მოციქულები და წმინდა მელესაცხებელი დედები. აბსოლუტურად უზაკო,
უზაკრელი გულით, აზრით, გონებითა და სულით და დიდი სიყვარულით შემოქმნით ღმერთს. ცოტა დრო გრჩება, ხა 5 წუთი გრჩება, ჩვენს დავამთავროთ ერთი შეკითხვა მაქვს ბოლოს ასეთი. აი, როცა მოძღვარი ქადაგებს, შეიძლება თუ არა იქიდან წამოძახებები რეპლიკების თქვა. ხო, რეპლიკების ისი არა რაღაც ჩაბუდუნება, აი ეს თუ შეიძლება დაშვებულია. მე თვითონ დედაკაცებისგან თქვა. მოძღვრის შეჩერების უფლება თვითონ ანგელოზსაც არ აქვს, როდესაც ქადაგებს. ანგელოზი არ აჩერებს მოძღვარს. არავის არ აქვს ქვეყნის გულზე, როდესაც ღვთის სიტყვას სწორად ქადაგებს მოძღვარი, ხვდებით, აღდგომილ მაცხოვარს ქადაგებს, ახარებს ადამიან ბრევს, საზოგადოებას, დიდ თუ პატარას, იმის შეჩერების უფლება არ აქვს არავის, აბსოლუტურად. და მით უმეტეს ახლა ტაძარში დედაკაცზე წავიკითხოთ, აი როგორ ამბობს მოციქული, დედაკაც საერთოდ საუბრის უფლებას კი აიგზავნება ტაძარში. ვიცი მე ასე. მაგრამ ხო, აი ასეთი ის არის რა, ხო და მით უმეტეს ახლა როდესაც მოძღვარი ქადაგებს იმისათვის, რომ შენ მეტად განაწილდე, მეტად ისწავლო, მეტად შეიმეცნო ქრისტე, მეტად ისწავლო რა არის ქრისტიანობა, რა არის შენი ვალდებულება, საერთოდ რა არის ღმერთთან დამოკიდებულება როგორი უნდა გქონდეს, ამ ყველაფერთან დამოკიდებულება როგორი უნდა გქონდეს, ხო? დიდება უფალს. ხო და ამიტომ არ არის მართებული და არ არის სწორი, არ არის ლამაზი საქციელი უბრალოდ, ხო? ჩვენი წმინდა პატრიარქი რომ აი თქვენ როგორ ლამაზად ბრძანეთ მამაო რომ ესე იგი რომ მე მაგალითად ესე ვიტყოდი რომ ენით გამოუთქმელი დიდი მადლობა ჩვენს დიდება უფალს და მადლობობას ყველაფრისათვის ჩვენს წმინდა პატრიარქს რომ მან ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის ჩვენი ბედნიერებისათვის ჩვენი მშვიდობისათვის ჩვენი სიხარულისათვის ჩვენი გადარჩენისათვის ჩვენი სიყვარულისათვის ყველაფერი გააკეთა თუ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვიტყვი რომ ღმერთმა მოიყვანა ჩვენი წმინდა პატრიარქი როგორც წმინდა კელაპტარი ისე ენთო ღმერთის სიყვარულში ქვეყნის სიყვარულში ადამიანის სიყვარულში დედაეკლესიის სიყვარულში როგორც წმინდა კელაპტარი ისე დაიწვა და უფალმა თავისთან წაიყვანა და კიდევ მეოხე არის წინაშე ღვთისა არა მარტო საქართველოს არამედ მთელი მორწმუნე საზოგადოების რო შეხედავდი თქვენის მსარგოს აი რვა მოშრება ზეთი და კელაპტარითან და თან ჩაქრება აი რო ყველაფერი რო აი ბოლომდე ამოიწურება ზუსტად ისე იყო ბოლომდე რა პატრიარქს განსაცდელები არ ქონდა პატრიარქს ადამიანური კუთხით ასე რომ ვთქვათ არ უჭირდა დიდება უფალს მაგრამ ღმერთის სიყვარული ქონდა ენით გამოუთქმელი რამაც საოცარი იყო რამაც თავისი ღვთისგან ნაკისრი კურთხევა წმინდად შეასრულებინა ღმერთისა და ერის და ქვეყნის წინაშე მადლობა ღმერთს და მადლობა ჩვენ წმინდა პატრიარქს ყველაფრისათვის ამინ ღმერთმა განაწესოს იქ სადაც ჩვენი წმინდა პატრიარქები ჭეშმარიტად ამინ დიახ დიდი მადლობა მამაო და 1 საათიც ისე გავიდა კიდე რაღაც მინდა შეკითხვები მაგრამ ვერ მოვასწარი აი საინტერესო ის იყო თრობა ქონდა საუბარი იყო მამა იოსებ და მადლობა მობრძანებისთვის და იმედი ახლა კიდევ როცა შეგეხმიანები არ გვეტყვი ვარს და ვიცი რომ დაგეებოლი ხართ ვიცი რომ საქმეს აკეთებთ მაგრამ ხანდახან აქაც ითანაფშობლოთ ჩვენთან ერთად დიდება უფალს მადლობა ღმერთის წყალობით ღმერთის მადლობა ცოცხლე მამაო გემშვიდობებით პატრიციონ ტელემაყურებლებო მომავალ შეხვედრამდე